თაკო, შენთან ერთი ასეთი კითხვა მაქვს. როდესაც რაღაცის მიღწევა გინდა და ძალიან გინდა, აი როგორ იქცევი ამ დროს? ვისახავ გეგმას, კარგად წარმოვიდგენ რა მინდა, როგორ უნდა გავაკეთო და ვცდილობ, რომ ბოლომდე მივყვე. ხარ შეუპოვარი თუ ფარხმალს მაალეღრი? შეუპოვარი ვარ. ფარხმალი დამიყრია, მაგრამ სხვა რამით შემიცვლია. ბოლომდე არ დამიყრია რა. არის ესეთი ისტორია, იყო ფერმერი დერბი, რომელსაც ყავდა თავისი მოსამსახურეების ჯგუფი, ხო? და ერთ-ერთი მოსამსახურის შვილი მიდის მასთან ფულის სათხოვნელად, ჩავკანიანი გოგონა და ეუბნება. დედამ გამომაგზავნა, რომ მომცე 50 ცენტი. რა თქმა უნდა, პირველად როდესაც დაინახავს დერბი ამ გოგონას, ყურადღებას არ აქცევს. ეს პატარა გოგონა დაჟინებული ზის, პატარა კუთხეში, იმეორებს და იმეორებს. დედამ გამომაგზავნა, მომეცი ჩემი 50 ცენტი. ერთხელ დააიგნორა ეს გოგო მეორეჯერ, მესამეჯერ, მაგრამ ეს შავკანიანი გოგონა ზის და ფეხს არ ადგამს ოთახიდან. ბოლოს ადგება დერბი და უნდა რომ გააგდოს ოთახიდან, მაგრამ შავკანიანი გოგონა შემოუტრიალდება, თვალს თვალში გაუყრის და მთელ ხმაზე ჩაკივლებს. დედამ გამომაგზავნა და დამაბარა, ჩემი 50 ცენტი მომეციო. და როგორ იქცევა დერბი? გაუცნობიერებლად იღებს ფულს, აძლევს გოგონას და გამარჯვებული გოგონა მიდის დედასთან და მიაქვს კუთვნილი 50 ცენტი. რა მოხდა? მისმა შეუპოვრობამ ფარხმალი დააყრევინა. ასე ვთქვათ რა, როგორც მახსოვს მაგის მერე კიდე ერთი 10 წუთი იჯდა ეს კაცი თვითონაც გაოგნებული. იმიტომ რომ რეალურად გაიწია რომ ის ბავშვი უნდა ეცემა და გაეგდო, მაგრამ იმის მაგივრად რომ ეს რაც ჰქონდა მიზნად დასახული ის გაეკეთებინა, ადგა და ფული მისცა, რაც იმ ბავშვს უნდოდა. თვითონაც იყო გაუცებული და მისი ძმისშვილი, რომელიც ამას იხსენებს, ისიც იყო გაუცებული. გაუცებული იყო და ეს გახდა დერბის მთელი ცხოვრების ლოზუნგი. მოდი ასე ვთქვათ. დერბიმ ძალიან ბევრი სამსახური შეიცვალა, ძალიან წარმატებული ადამიანი გახდა, ბევრი ფული იშოვა და გამდიდრდა და ყოველთვის ამ გოგონას დაჟინებულ თვალებს იხსენებდა. და ასე ამბობდა, რომ მინდა გავხდე მდიდარი, სურვილი მარტო არაფერს არ შვება. შენ ამისთვის უნდა იმოქმედო. და როდესაც რთულ საქმეს ვეჭიდებიო და ეჭვის შემეპარება გავაკეთო თუ არა, ეს ნაბიჯი გადავდგა თუ არა, ამ გოგოს თვალები მახსენდებოდა თვალწინ მიდგას. ასე რომ ამ პატარა ფაქტმა განსაზღვრა დერბის მთელი ცხოვრება, ასე ვთქვათ, ხო? ის წარმატების ისტორია, რამაც მას ძალიან დიდი სიმდიდრე და ბევრი ფული მოუტანა. მაშინ ესეთი კითხვა მაქვს ახლა შენთან, თაკო. მინდა ვიყო მდიდარი, ან მდიდარი. როგორ განგვიმარტავდი ამ სიტყვას? არის შენთვის სიმდიდრე? ჩემთვის არის სიმდიდრე, როდესაც ვაკეთებ ჩემთვის საინტერესო და ღირებულ საქმეს და ამაში ვიღებ ბევრ ფულს. ბევრ ფულს და მაქვს იმის უნარი, რომ შემდეგ დავხარჯო რაშიც მინდა. კარგად ჟღერს. და ყველას გვინდა რომ ვიყოთ მდიდრები და გქონდეს ძალიან ბევრი ფული. სანამ ვახსენებთ იმ წიგნის სათაურს, რომელიც გვინდა რომ დღეს მიმოვიხილოთ და მოვუთხროთ ჩვენს მსმენელს, აი ამ წიგნიდან ერთი პატარა ციტატით დავიწყებ. ცხოვრებას 1 ცენტისთვის ვევაჭრე და მან მეტი არ მომცა. ცხოვრება ძალიან სამართლიანი დამქირავებელია. გაძლევს ზუსტად იმდენს, რამდენსაც სთხოვ, მაგრამ როდესაც ხელშეკრულებას გააფორმებ, აი მაშინ უკვე უნდა იმოქმედო და შენი პირობა შეასრულო. კი, ბევრ ისტორიას და საინტერესო ამბავს მოვისმენთ, მე მგონი დღეს ყოველ შემთხვევაში კითხვისას ასე იყო. და ვსწავლობთ იმას, რომ რეალურად ხო, რაზეც შევთანხმდებით და როგორც ჩვენ თავს წარმოვიდგენთ, რისი გამკეთებლებიც ვართ, ზუსტად ის გვიბრუნდება ჩვენ. კი ბატონო და დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება წიგნი, რომლის სათაურიც არის იფიქრე და გამდიდრდი და მისი ავტორი არის ნაპოლეონ ჰილი.
ბევრი საინტერესო ისტორიაა, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ბოლომდე ხო ამ ისტორიას ვერ მოვყვებით, იმიტომ რომ მსმენელსაც უნდა დავუტოვოთ ის ინტრიგა და სურვილი, რომ ჩაუღრმავდნენ წიგნში აღწერილი ისტორიებსა და თეორიებს და ჩვენ მიმოვიხილოთ, მოდი ის 13 პრინციპი, რაზეც ავტორი გვეუბნება, რომ აი ეს 13 პრინციპი თუ გასიგრძე განებული გექნება და შენ ამაზე ყველაფერზე იფიქრებ და დაალაგებ, აუცილებლად გახდები მდიდარი და აუცილებლად იშოვი ბევრ ფულს. ბევრი ფული რომ ვიშოვოთ, რა თქმა უნდა, ბევრიც უნდა ვიშრომოთ, თუმცა მნიშვნელოვანია მიზანი და ჩვენი გონებრივი მდგომარეობა. და მოდი დავიწყოთ ზუსტად იმ საფეხურებით, რომელიც უკავშირდება გონებრივ მდგომარეობას. პირველი ეს არის ჩემი მწველი მიზანი, ანუ ჟინი, ის რაც მე მომოძრავებს. მეორე არის რწმენა, მესამე არის თვითშეგონება და მეოთხე არის წარმოსახვა. წარმოსახვის უნარი, რომელიც გვაქვს ადამიანებს, თუმცა რომ დავფიქრდეთ, ამას ხშირად არ ვიყენებ. მოდი განსაზღვროთ რა არის პირველი, მწველი სურვილი, ჟინი. ანუ როდესაც მე რაღაც ძალიან მინდა, აი ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რაც მიბიძგებს სიმდიდრისაკენ, ხო არის ესე? და ავტორს ხშირად მოყავს ხოლმე ჰენრი ფორდის ისტორია და მოდი მეც ამ ისტორიას გავაჟღერებ ახლა. ჰენრი ფორდმა როდესაც გადაწყვიტა V8 გამოეშვა, ანუ ეს 8 ცილინდრიანი ძრავი გაეკეთებინა და აი ამ იდეით მიმართა ინჟინრებს, ყველამ დასცინა. რეალური არ არის ასე უპასუხოს, მაგრამ იგი არ დანებდა. სულ ასე ეუბნებოდა, იმუშავეთ, გააკეთეთ და აუცილებლად მივართ შედეგამდე. მისცა 6 თვე. 6 თვის მერე ეს ადამიანი უბრუნდება თავის გუნდს და რას ხედავს, რომ არაფერი არ აქვს გაკეთებული, ვერ მივიდნენ შედეგამდე. თუმცა ფორდი არ ნებდება და კვლავ ეუბნება, რომ იმუშავეთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ის თავის მიზანს აღწევს. პარალელი რომ გავავლოთ, აი ეს არის ის ჟინი და ის მწველი სურვილი, რაც ჩვენ გვამოძრავებს და მეორე მოდი ბარემ აქვე დავაშენოთ ამას, ეს არის რწმენა. სწამდა თუ არა ჰენრი ფორდს, რომ ის ამ სურვილს აასრულებდა. ეგ რწმენა ამოძრავებდა, ბოლომდე სჯეროდა და სწორედ ამიტომაც განახორციელა, ხო? ანუ მას იმდენად გამჯდარი ქონდა ეს სურვილი და იმდენად იყო თავის თავში დარწმუნებული და აი შემდეგი საფეხურები რაც არის იგივე ვთქვა წარმოსახვაც ქონდა და გაცნობიერებული ქონდა ეს როგორი უნდა ყოფილიყო რომ მან თავისას მაინც მიაღწია და ამუშავა თავის გუნდსაც იმის საშუალება მისცა რომ თუნდაც დრო რომ მიეღწიათ ამ მიზნისთვის. რა თქმა უნდა რწმენაც აქ იყო და რწმენის შესახებ კიდევ ერთი კარგი ანალოგია არის მებრძოლების შესახებ. მოკლედ ეს მებრძოლები გადმოსხეს ნაპირზე, იმიტომ რომ რაღაცა ომი იყო და ეს ომი უნდა მოეგოთ და სწამდათ მათ რომ ამ ომს აუცილებლად მოიგებდნენ. მეთაურმა რა გააკეთა? შემოbrunda და ის გემი, საიდანაც ჩამოსხა თავისი ჯარი, დაწვა და გაანადგურა. ანუ ამით რა გააკეთა, რომ უკან დასახები გზა არ დაიტოვა, გააძლიერა რწმენა, რომ ამ ომს აუცილებლად მოიგებდნენ და ეს ასეც დასრულდა. მებრძოლებმა ომი მოიგეს. ანუ ჟინი და რწმენა იმდენად შეხმატკბილებულად მუშაობდა, რომ შედეგიც დაიწყო. არაერთი ისტორია შეიძლება ახლა ამაზე გავიხსენოთ და ალბათ საკუთარ თავებში რო ჩავიხედოთ, ჩვენც გაგვახსენდება ბევრი ისტორია, რომ ძალიან მინდოდა და ეს გავაკეთე და მოდი ესეთ შედერებას მოვიყვან. ადამიანებს, როდესაც რაღაცა გვინდა რომ გამოგვივიდეს, ლოცულობთ, ხო? და ეს ლოცვა, ჩვენი ლოცვა თუ არის რწმენით გაჯერებული, ესე ვამბობთ ხოლმე, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინა და ყველაფერი გამოვიდა. და როცა ვლოცულობთ და ეს რწმენა არ გვაქვს, ან ეჭვი გვეპარება, მაშინ ალბათ იმ შედეგს ვერ ვაღწევთ, რა შედეგზეც გვინდა გავიდეთ. და მახსოვს ამ წიგნს, როდესაც ვუსმენდით და რა კარგია ეს საბას აპლიკაცია, ჩვენი საცობები გაამარტივა. გაგვიმარტივა ცხოვრება. საინტერესო გახადა უფრო სწორად. საცობებში დგომა, ხო? მაშინ შენ გამიზიარე ისტორია, რომელმაც შენზე ძალიან იმოქმედა და ეს იყო ავტორის შვილის ისტორია და თუ შეგიძლია რომ აი მოკლედ გითხრა რა იყო ეს. ეს ამითი იწყებს ერთ-ერთ ანუ დასაწყისში ვეყვება ამ ამბავს და მთლიანად აი ეს ამ ისტორიის ცალკეული ეპიზოდები მთლიანად გასდევს ამ წიგნის შინაარსა და მიზანს, რომელთაც ის გვეუბნება რომ შეუძლებელი არაფერია.
ვეცდები მოკლედ მოვყვე, იმიტომ რომ ჩემს ძალიან მოქმედებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები ისტორია. მოკლედ ავტორს, ანუ ჰილს მეორე შვილი ეყოლა ყურის გარეშე. ექიმებმა თავიდანვე უთხრეს, რომ არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ იყო იმისი, რომ ეს ბავშვი ან რამეს გაიგონებდა, ან ლაპარაკს შეძლებდა. რამდენიმე წელიწადში მათ სცადეს ყურის აპარატის გაკეთებაც კი, მაგრამ ოპერაციის დროსაც რომ ნახეს მისი ეს სასმენი აპარატის როგორ ქონდა მოწყობილი ბავშვს, უთხრეს, რომ შანსი არ არის, ეს ვერასოდეს ვერ გაიგონებსო. თუმცა ჰილმა გადაწყვიტა სხვანაირად. მან თქვა, რომ შეუძლებელია ჩემმა შვილმა ვერ მიაღწიოს იმას, რაც უნდა, უნდა იყოს ჩვეულებრივი, სრულიად იცხოვროს თავისი ცხოვრებით, უნდა იცხოვროს თავისი ცხოვრებით, მიყვეს საყვარელ საქმეს, ასე შემდეგ. მოკლედ, მან და მისმა ცოლმა იმუშავეს იმაზე, რომ ბავშვს ქონოდა ისეთი გარემო, რომელთაც ის თავს არ იგრძნობდა განსხვავებულად. და მინდა ვაღნიშნო, რომ ეს არის ერთი საუკუნის წინანდელი ამბავი და მაშინ კიდევ უფრო სხვა წყობა იყო, ვიდრე ახლა, ხო? მათ ისიც კი არ დაუშვეს, რომ ბავშვი წაიყვანათ სხვა სკოლაში, მიიყვანეს ჩვეულებრივ სკოლაში. გარდა ამისა, ასმენინებდნენ მუსიკას, უყვებოდნენ ისტორიებს, ახალ ამბებს, რომლებიც სულ გაჯერებული იყო, იმითი ეს ბავშვი როგორ მიაღწევდა წარმატებას. რაღაც პერიოდში აღმოაჩინეს, რომ ბავშვი მართლა ესმოდა, იმიტომ რომ რეაგირებდა. ხმაზე რეაგირებდა, ხმაზე ან ვიბრაციაზე, ანუ თვითონაც არ ჰქონდა ეს კარგად გააზრებული, რაზე შეიძლებოდა ეს რეაქცია ყოფილიყო, მაგრამ მე მიხვდა, რომ ზოგიერთი სიმღერა უფრო მოწონდა. ამ ისტორიებსაც ამატებინებდა და მიხვდა, რომ რაღაცა პროგრესი იყო და ეს იყო ეს თვითშეგონებით და რწმენით, ხო? მაგრამ ამაზე არ გაჩერებულა ეს ბავშვი, ამ ბავშვს იმდენად გაუჭდა, რომ წარმატებისთვის უნდა მიეღწია და ყოფილიყო თავის ძმისნაირი ყველა საქმეში. გადაწყვიტა, რომ უნდა ფულის შოვნაც, ანუ ჯერ პატარა იყო. დედა იყო წინააღმდეგი, იმიტომ რომ ეშინოდა, რომ უსმენოდ ბავშვს რამე ხიფათი არ დამართნოდა და მშობლები როცა სახლში არ იყვნენ, ეს ბავშვი გაიპარა, მეწაღისგან ისესხა ფული, იყიდა გაზეთები, მერე გაყიდა უფრო ძვირად, რაც ფული მიიღო, იმითი ადგა და კიდე მეტი გაზეთი იყიდა და ისინიც გაყიდა და შეაგროვა ასე ფული და ეს იყო მისთვის პირველი წარმატება, რომელსაც მან მოუტანა ძალიან დიდი სიხარული და დიდი мотивация. მერე წლების მერე ეს ბავშვი მუდმივად საქმეებში იყო ჩართული და მერე წლების მერე, როდესაც კიდევ ერთხელ ჩაუვარდა სმენის აპარატი ხელში და თავის თავზე მოსინჯა და გაიგონა, მაშინ იყო, რომ თვითონაც ანუ აღარ ჭირდებოდა ხმამაღლა ლაპარაკი, ანუ სხვებსაც აღარ ჭირდებოდათ მასთან ხმამაღლა ლაპარაკი, თავისთავად ეხა ძალიან აღრთოვანდა და მწარმოებელს მიწერა წერილი, სადაც ეს თავისი გრძნობები აღუწერა. მწარმოებლებმა მიიწვიეს თავისთან. სანამ იმათთან მივიდა და ესაუბრებოდა იმ პროცესში, მას დაებადა ახალი იდეა, ან უკვე იდეა წავიდა და შესთავაზა, რომ სხვა ადამიანებს, რომლებსაც სმენის პრობლემა ჰქონდა, ის დაელაპარაკებოდა და ეცდებოდა, რომ ეს აპარატი გაეყიდა. ანუ თან ღირებული საქმე გააკეთა, თავისნაირ პრობლემა, ვისაც ჰქონდათ იმ ადამიანებს დაეხმარა და თან ამაშიც საკმაოდ ბევრი ფული აიღო. და იმდენად იმუშავა ამაზე და იმდენად წარმატებით მიყვა, რომ მე სპიკერიც იყო ასე შემდეგ და როგორც ილი ამბობს ძალიან კმაყოფილი, მეც კი მაჯობაო სპიკერობაში და ჩემზე მდიდარიც არისო. ბევრი ფულიც იშოვა, ხო? ბევრი ფული იშოვა, კი, და ეს იყო მისი რწმენის, მწველი სურვილის და ხო, თვითშეგონებით, რომ ეს ყველაფერი გამოუვიდოდა და შეუძლებელი არაფერი იყო. შენ ახსენე თვითშეგონება და ზუსტად მესამე ნაბიჯი რწმენისა და მწველი სურვილის შემდეგ, რომელზეც ავტორი საუბრობს, ეს არის თვითშეგონება. თვითშეგონება, აი, უფრო ნათლად რო გავიგოთ, არის ასეთი რამ. რა ენით ვესაუბრებით ჩვენს თავს? რა სიტყვებით მივმართავთ ჩვენს თავს? როგორია ჩვენი სიტყვათა წყობა, წინადადებები, რამდენად პოზიტიურია, ხო, ეს ყველაფერი? ანუ რითი ვკვებავთ გონებას? უაღრესად მნიშვნელოვანია და თუნდაც შენი მონათხრობის მაგალითს რომ დავეყრდნოთ, ხომ? იმდენად პოზიტიური მესიჯებით კვებავდნენ საკუთარი შვილის გონებას, რომ ამ ადამიანს ფარხმალი არ დაუყრია პირიქით. ეს პოზიტიური მესიჯები, ეს ალტერნატივები და ეს შემართება უფრო გაუძლიერდა და წავიდა, გამდიდრდა, ბევრი ფული იშოვა და ასე შემდეგ. თვითშეგონებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ავტორი უფრო სიღრმისეულად აღწერს ამას თუ ემოციების
რა ემოციებს იწვევს ეს ყველაფერი, როგორ იკვებება ჩვენი ქვეცნობიერი, რომელიც ამ მესიჯებზე დაყრდნობით განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებსა და ქმედებებს, ხო? ანუ დომინანტი ფიქრები, რაც უფრო პოზიტიურია, მით უკეთესია ჩვენთვის, იმიტომ რომ გონებაში რჩება დომინანტი ფიქრი. ტვინი ვერ აღიქვამს ფიქრი უარყოფითია თუ დადებითია, ხომ? ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი დომინანტი ფიქრები იყოს დადებითი, იმიტომ რომ ეს გადაეცემა იმპულსებით, გადაეცემა ვიბრაციებით ჩვენს ქვეცნობიერს და მერე შესაბამისად ვიწყებთ ჩვენ მოქმედებას. ასე რომ როდესაც რაღაცას გეგმავთ, როდესაც გვაქვს არაჩვეულებრივი იდეა, პროექტი და გვწამს რო ეს გამოვა, დავაკვირდეთ ჩვენ საკუთარ თავს, როგორ ვესაუბრებით, რა მესიჯებით ვამდიდრებთ. თუ კი ვიტყვით, რომ ეს არ გამოვა. თუ კი ვიტყვით, რომ ალბათ წავაგებთ, ნამდვილად წავაგებთ. ამიტომ მიაქციოთ ყურადღება თქვენს სიტყვებს და წინადადებებს, რას ვეუბნებით საკუთარ თავს. თვითშეგონების მერე მოდის წარმოსახვა და წარმოსახვა უდიდესი აქტივია, რასაც ადამიანები ვფლობთ, თუმცა არ ვიყენებთ. და ავტორს ძალიან საინტერესო ისტორია მოაქვს წარმოსახვის შესახებ, ხო, ალბათ შენც გემახსოვრება. მას თავის წარმოსახვაში ჰქონდა შექმნილი საბჭო, მოდი ესე დავარქვათ. ამ საბჭოში გაერთიანებული იყო 12 ადამიანი, რომლის სახელი და გვარი მთელმა მსოფლიომ იცის. მოკლედ ავტორს ჰყავდა შექმნილი თავისი წარმოსახვითი საბჭო, სადაც ატარებდა თათბირებს, განიხილავდა საკუთარ გეგმებს, მიზნებს, ფიქრებს და იმათგან უკავშირს იღებდა. ეს იმდენად ჰქონდა გამჯდარი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების წინ წარმოიდგენდა ამ საბჭოს წევრებს, ხან ლინკოლნს ეკითხებოდა რა უნდა გაეკეთებინა, ხან ჯეფერსონს, ხან ჰენრი ფორდიც იყო მის საბჭოში, რა თქმა უნდა, თავისთავად, ხო? და აგენერირებდა ახალ ხედვებსა და იდეებს. ავტორი გვეუბნება, რომ წარმოსახვა, როდესაც არის მდიდარი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ იმაზე მეტი, რაც არის, რაც გვაქვს. და რაც ჩვენს გარშემო ხდება, ხო? და მნიშვნელოვანია, შენც დააკვირდებოდი ამას, რომ იგი განასხვავებს ორი ტიპის წარმოსახვას. ერთი არის სინთეტიკური წარმოსახვა და მეორე არის კრეატიული წარმოსახვა. სინთეტიკურია წარმოსახვა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს გამოცდილებებს, ჩვენს ისტორიებს, ჩვენს ცოდნებს და ასე შემდეგ. ამ დროს ხდება ამ ცოდნებისა და გამოცდილებების გადამუშავება, ანუ ახალი და განსაკუთრებული არაფერი იქმნება. მაგრამ როდესაც შემოქმედებითი წარმოსახვა გვაქვს ჩართული, ამ დროს რაღაცა რევოლუციური იდეები და ფიქრები მოგვდის თავში, რაც არის განსხვავებული და ანალოგია რომ მოვიყვანოთ, ხო? კოკა-კოლაც აი ასე ერთი იდეიდან დაიბადა და ჩვენც ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია მოგვივიდეს კოკა-კოლასნაირი იდეა, რომელმაც მოიცვა მთელი სამყარო, ყველა ქალაქი, ყველა დაბა, ყველა ოჯახი და თითოეული ადამიანი. როგორ მივცეთ საშუალება ჩვენს წარმოსახვას, რომ უფრო განვითარდეს ან წამოიწიოს, როგორ გამოვიყენოთ ეს ჩვენი წარმოსახვა? მე მაგალითად წარმოსახვის განვითარებაში ძალიან მშველის ესეთი მედიტაციური აქტივობები ან თუნდაც იოგას ვარჯიში ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, ხო? თუნდაც ის რომ ცოტა ხანი სიჩუმეში დაჯდე, თვალები დახუჭო და აი მართლა წარმოიდგინო რა გინდა. წარმოიდგინო, განავრცო ეს ისტორია და აი შედეგებით დაინახო. აი თითქოს ხელშესახებია ეს ყველაფერი, ხო? ეს როგორც ჩვენ დავირქვით, ყველაფერზე იფიქრო, განიცადო და მერე ეს შეასრულო. ამაში ალბათ კოუჩინგი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, რომელიც კიდე კარგად დაგვანახავს რა გვინდა, რა შესაძლებლობები გვაქვს და ამ შესაძლებლობების გამოყენებით რისი მიღწევა შეგვიძლია, ხო? ასე რომ დავფიქრდეთ, წარმოსახვა გვიძლიერებს რას? თვით რწმენას. კი. და ავტორი გვეუბნება, რომ თვითრწმენა ყველაზე დაბალი აქტივია, რაც ჩვენ გვაქვს. ყველაზე, ნაკლებად ვიყენებთ ესე ვთქვათ, ხო, ამ წარმოსახვას და ამიტომ თვითრწმენაც ისეთი ძლიერი არ გვაქვს. როგორც კი გააქტიურებულია აი ეს თვითრწმენა და წარმოსახვა, ეს აქტივიც რა თქმა უნდა უფრო ზემოთ და ზემოთ ადის.
შენ ახსენე მედიტაცია ან განმარტოება ან რაღაც სხვადასხვა ხერხი, მაგრამ მე შემიმჩნევი ხარ კიდე შენ, როდესაც flow-ში ხარ, ან ერთად ყოფილ ვარ და იქიდანაც ყოველ შემთხვევაში მეც დამოვარდნია ეს წარმოსახვა მაგ დროს ძალიან მიმძაფრდება. შეიძლება ამ დროს სინთეტური წარმოსახვა იყოს და რაღაც გარკვეულ გამოცდილებას ეყრდნობოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგ დროს მე პირადად ეს წარმოსახვა ძალიან ესე მიმძაფრდება და ძალიან ბევრი იდეა მებადება, რა შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, როგორ და ასე შემდეგ და მასეთ დროს აი თუნდაც ბავშვის დავალების შემოწმების დროს შეიძლება ისეთი იდეები გამჩნდოდა, რომ მე თვითონ გაუცებული ვიყავი. მაგრამ არ მემყოლილ ვარ, მან ჟინი არ მქონდა, ანუ ის არ იყო ჩემი მთავარი მიზანი, როგორც ჩანს. და როგორც აღნიშნე, შენთვისაც შენზეც შემიმჩნევია, რომ აი ამ flow-ში რო ხარ და იქ რო დაასრულებ საქმეს, იქიდან რაღაცა ბევრი იდეით ბრუნდები ხოლმე. ასე რომ ეს ალბათ ადამიანზე არის დამოკიდებული, ვინც სად იპოვის ამ თავის წარმოსახვას და როგორ განავითარებს მას, ხო? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ჩვენ ყველას შეგვიძლია. უბრალოდ არ ვიყენებთ და ამის ბევრი ნათელი მაგალითი არსებობს. ასე რომ წარმოსახვა, წარმოდგენა და აი იქამდე წარმოსახვა, რომ ჩვენთვის ხელშესახები გახდეს ეს პროცესი და პროდუქტი, რომელიც გვინდა რომ საბოლოო ჯამში ხელში გვეჭიროს. კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ. ზუსტად ავტორს მოყავს მაგალითი. მარკონი, რომელიც იყო ადამიანი იმ პერიოდში დაახლოებით 1 საუკუნის წინ ამბობდა, რომ ჰაერში შეძლებდა სიტყვების გადაცემას ტალღებით და იმდენად შეშლილი ეგონათ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. მაგრამ არ შეუპოვა ის ამ ამბავს, რა თქმა უნდა, რომ არავის ჯეროდა მისი და არ მიყვებოდნენ და შემდეგ მაინც თავისას მიაღწია. მან მოიგონა ხელსაწყო, რომელიც გახდა რადიოს საფუძველი. ანუ მას ისე ქონდა ეს წარმოდგენილი და იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ეს შესაძლებელი იყო, რომ ეს თავისი რწმენაც განივითარა და მწველი სურვილი თავისთავად იყო იქ, რომ ეს გაეკეთებინა. და როგორც ავტორი გვეუბნება, ამ ადამიანმა ამერიკის პრეზიდენტს მისცა საშუალება, რომ ერთი გამოსვლით დაეფარა ყველა მისი ამომრჩეველი და მისი ხმა ყველასთან მისაწვდომი ყოფილიყო. კი ბატონო, ესე იგი, მწველი სურვილი, რწმენა, თვითშეგონება, წარმოსახვა და მოდი შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ. ხო, ეს შემდეგი ნაბიჯები არის სპეციალიზებული ცოდნა, ორგანიზაციული გეგმა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მედეგობა, რა თქმა უნდა და ინტელექტუალური ცენტრი, სუპერმაინდები, ანუ მეგამაინდები, როგორც ჩემი შვილები იტყოდნენ, ხო? ნუ ცოდნა რომ გვჭირდება სპეციფიკური, ამაზე ალბათ არ ვდავდგი, ჩვენ ადამიანებმა ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ საქმეზე როდესაც მიდგება და რაღაცა კონკრეტული შედეგების დადება გვინდა, იქ ვხვდებით, რომ კონკრეტული ცოდნა ამ ყველაფრისთვის საჭირო. ასე რომ ყოველთვის ვფიქრობთ ალბათ ადამიანები, როდესაც გვიჩნდება გამდიდრების სურვილი, ბევრი ფულის შოვნის სურვილი, რომ რა არის ჩემი ის უნიკალური თვისება, რა ცოდნები მაქვს, რომელსაც მე გამოვიყენებ და მივაღწევ წარმატებას. ან რაღაცის გაკეთება მინდა და რაღაც კონკრეტული უნარი და ცოდნა მაკლია. დღეს მე მგონი ცოდნის შეძენა პრობლემას აღარ წარმოადგენს და ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი. სპეციალიზებული ცოდნა, დახვეწილი გეგმა. გეგმაზე უკიდეგანოდ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ დღეს მოდი ამას ნუ ჩავუღრმავდებით, თუმცა გეგმა არის ხიდი ჩვენს სურვილსა და შედეგებს შორის. ხო, რამდენადაც დახვეწილია ეს გეგმა და რამდენადაც ჭკვიანურად არის შედგენილი, მით უფრო სწრაფად გავდივართ ამ ხიდზე და ვიღებთ შედეგებს. გადაწყვეტილების მიღება. რომ დავუბრუნდეთ ისევ შავკანიანი გოგონას ისტორიას. გადაწყვიტა, დადგა მედგრად და თავის მიზანს მიაღწია. ხო არის ესე. გადაწყვეტილების მიღებას ხშირად გავურბივართ ხოლმე ადამიანები და ამ დროს პირადად მე ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე, რომ ანუ რა ხდება? რა მიშლის ხელს რომ მივიღო გადაწყვეტილება და თუ კი ეს პროცესი ჯანჯდება და ძალიან ბევრს გვაქვს ხოლმე პროკრასტინაციის პრობლემა, ხო არის ესე ანტიდოტი არის ჩემი აზრით მყისიერი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას რომ მივიღებ და ვიტყვი რომ კი ბატონო მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ, მე მინდა არ მინდა ავტომატურად მოქმედებას ვიწყებ. შენ როგორ ხარ?
კი, გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება, მე გეგმის მიყოლა არის მართლა რაღაც ჯადოსნური ის, რაც გვაიძულებს, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს, ხო? თუმცა როგორც ვთქვათ, იგივე წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ, ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს. ანუ მიზანი უნდა გქონდეს, სურვილი უნდა გქონდეს, რწმენაც თავისთავად და გეგმა ოღონდაც თავისი იმ შესაძლებლობით რო ადაპტირება გავაკეთოთ, იმიტომ მოქნილობით, კი. რომ თუ რაღაც სხვანაირად მიდის ან იცვლება, დღევანდელ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება, რომ ჩვენ სწრაფად გავაკეთოთ ადაპტირება. და თუ აღმოვაჩენთ, რომ ეს მიზანი არ არის ეს მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ მაგის გამო თავი დავიღუპოთ და ჯობს სხვა ახალი მიზანი ავიღოთ და მივყვეთ, ან გეგმის ადაპტირება გავაკეთოთ, როგორც ვთქვით. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მედეგობა, როგორ მივყვებით და რამდენად მედეგები ვართ, რამდენჯერ დავარდებით და დავდგებით. და რამდენად მივყვებით, იმიტომ რომ აი თუნდაც ახლა რო ვთქვი, რომ თუ გეგმა არ მიდის როგორც მქონდა ეს წარმოდგენილი, უნდა თავი დავანებოდო. თუმცა ამის საპირისპიროც არსებობს, თქვათ, იგივე მაგალითი, რომელიც მოყავს ავტორს, იგივე დარბი, რომელზეც თავში ვისაუბრეთ. მისმა ოჯახმა იყიდა გარკვეული მიწა, ოქროს საბადოსი და რაღაც გარკვეული სამუშაოების მერე წააწყდნენ ისეთ წიაღისეულს, რაც ძალიან დამაინტრიგებელი იყო, ამიტომაც ასწრაფოდ აიღეს ვალები, შეისყიდეს მეტი აღჭურვილობა, მიიყვნენ საქმეს, მაგრამ სამწუხაროდ გაწყდა ის ვეღარ პოულობდნენ ვერაფერს. მოკლედ რა გარკვეული ძიების შემდეგ დაანებეს თავი. ეს თავიანთი აღჭურვილობა ჩააბარეს ჯარში. და შეეშნენ ამ საქმეს რა რეალურად მე ბევრი წელი დაჭირდა იგივე ამ ადამიანს რომ ეს ვალები გაესტუმრებინა თუმცა როგორც ვიცით ამ საქმეში ფარხმალი დაყარეს კი თუმცა იმ კომპანიამ, ანუ ჯართის კომპანიამ, სადაც ეს ჩააბარეს აღჭურვილობა ჯარში, ადგა დაიქირავა ინჟინერი, რომელმაც შეაფასა ის მიწა და თქვა, რომ აი იქ რაღაცა გარკვეული რაღაც ნიადაგი დასკვნა დადო და გააგრძელეთ 9 მართლაც და სულ რაღაც რამდენიმე მეტრში იყო უდიდესი საბადო, როგორც აღმოჩნდა. ანუ იმის გამო, რომ დარბიმ და მისმა ოჯახმა ფარხმალი დაყარეს დროზე ადრე, აი სულ რაღაც 3 თუ 4 მეტრში მათ დაკარგეს ძალიან დიდი ქონება და პირიქით ვალებშიც წავიდნენ. ასე რომ მალე ფარხმლის დაყრა, ან თუნდაც ადაპტირება, ან თუნდაც რაღაცა, ეგეც დასაფიქრებელია. უნდა კარგად შევაფასოთ, რა არის რისკები, რა არის შესაძლო გამოსავალი, როგორც ამ ჯართის კომპანიამ გააკეთა და შესაბამისად ვიმოქმედოთ რა შემდეგ. ისევ და ისევ საკუთარ თავთან კითხვების დასმა არის გამოსავალი ალბათ. აი, როდის დავნებდი მარტივად? რო დავნებდი რა მომიტანა ამან, ხო? და როდის ვიყავი ბოლომდე შეუპოვარი და რა ვისწავლე მე აქედან, იმიტომ რომ რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერ ახალი მაგალითი უნდა ვისწავლოთ და ისევ ჰენრი ფორდის ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, ჰენრი ფორდი ამბობდნენ, რომ შეუვალიაო, დაუნდობელიაო. შეუვალი კი არა, ეს ადამიანი იყო ძალიან მედეგი. ბოლომდე იდგა აკეთებდა გეგმას, შექონდა ცვლილებები, მაგრამ არ დანებდებოდა ხოლმე და ბოლომდე მიყვებოდა იმას, რასაც მიზნად დაისახავდა. ასე რომ ჩვენი ცოდნა, ჩვენი მედეგობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და ასევე ის დახვეწილი გეგმა, რომელსაც მივყავართ შედეგებამდე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გავმდიდრდეთ და ბევრი ფული ვიშოვოთ და მივადექით მეგამაინდებს, ხო? რა არის ეს მეგამაინდები? ანუ ჰენრი ფორდის მაგალითზე რო ვთქვათ, მას გარშემო ყავდა ის ადამიანები და ის გუნდი, რომელსაც ეყრდნობოდა. ანუ მან შექმნა ინტელექტუალური ცენტრი, რომელსაც ის ამუშავებდა და
მათაც ამდიდრებდა და თვითონაც მდიდრდებოდა. მაგრამ გარდა ამისა, არ არის აუცილებელი, რომ ეს წარმოვიდგინოთ მხოლოდ უკვე წარმატებულ ადამიანზე და დიდ კომპანიაზე, როდესაც იდეა გააქვთ ან რამის გაკეთება გინდათ, მაშინაც შეიძლება შეიქმნას ეს ინტელექტუალური ცენტრი, რომელიც სულ რაღაც ორი ადამიანისგანაც შეიძლება შედგებოდეს, ან მეტი. მთავარია იყოს ჰარმონია იმაში, თუ რისი მიღწევა გინდათ და რომ თავისუფალი იყოთ ერთმანეთთან კამათში, კრიტიკაში და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ნდობა უნდა იყოს აუცილებლად ამ ადამიანებს შორის. და იგივე როგორც ჰენრი ფორდი, რომელსაც სხვათა შორის რაღაც პერიოდი სასამართლოში დაიბადეს, ხო? დაიბარეს. მაგან დაიბარა. იმიტომ რომ რომელიღაცა ერთ-ერთმა გაზეთმა თქვა, რომ ის არის გაუნათლებელი, უბირი არის. ხშირად ეძახდნენ მას გაუნათლებელს და ბოლოს ადგა და უჩივლა. სასამართლოში რო დაუწყეს რაღაც გამოკითხვა ისტორიული ფაქტების, არ ქონდა პასუხი, თუმცა დიდად არ ჩაუთვლია და ბოლოს უთხრა, რომ იცით რა, მეო რაც მჭირდებაო. ჩემ ოთახშიო მაქვს ღილაკებიო, რომელიც რაც ოდნაც მჭირდებაო, შესაბამის ღილაკს დავაჭერო და იმ ცოდნის ადამიანიო შემოვაო და ის გამიკეთებს იმ საქმეს მე რაც მჭირდებაო. მას იმხელა ნდობა ქონდა და ისეთი ჭკვიანი ადამიანები ყავდა თავის გარშემო შეკრებილები, რომლებსაც ეყრდნობოდა და საქმეს აკეთებინებდა და ისევ სპეციალიზებულ ცოდნას რო დაუბრუნდეთ, ყველაფერი არ იცოდა, მაგრამ იცოდა როგორი ხალხი უნდა შემოეკრიბა გარშემო. და გარდა ამისა, როგორც თქვათ წინა ეპიზოდებში განვიხილეთ, აქაც ავტორი გვეუბნება, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას, არა მარტო იმას, ვისთან ერთად მუშაობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქაც კოლეგების მხარდაჭერა, მათი ცოდნები, პროფესიონალიზმი შენზეც გადმოდის, სწავლობ და თავისუფალი ხარო, შენი აზრიც გამოთქვა და ასე შემდეგ. პირად ცხოვრებაშიც, შენი მეგობრები, მათი მაგალითი, მოტივაცია და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ავტორიც გვიხსნის, რომ აი ზუსტად ჰენრი ფორდიც მეგობრობდა ედისონთან, კარნეგისთან და ასე შემდეგ იმ დროის წარმატებულ ადამიანებთან, რომლებსაც სულ ყველას სხვადასხვა საქმე ამოძრავებდა, მაგრამ მათი ეს ლტოლვა გამდიდრებისკენ, გამორჩეულობისკენ, ინოვაციებისკენ მასზეც გადმოდიოდა. ასე რომ მიაქციეთ ყურადღება იმ ადამიანების მოტივაციასა და სურვილებს, ვინც გარშემო გყავთ, მათგანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია და ნდობა საკუთარი მაგალითი. სად ერთი მეგამაინდის ძალა და სად რამდენიმე მეგამაინდი, როდესაც ერთიანდება, თუმცა აქ კიდევ ერთი კითხვა შემოდის, ხო? ორგანიზაციულ ჭრილში რო გადავიტანოთ, ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანის გარემოცვაში ვმუშაობთ, ხო? რა თქმა უნდა, ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. და აი აქ შემოდის ერთი პატარა დეტალი. იფიქრეთ, თქვენ გუნდში რამდენი ადამიანი მუშაობს ჰარმონიულად და შეხმატკბილებულად. მეგამაინდების გაერთიანებას და წარმატებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ისინი ჰარმონიულად ერთად მუშაობენ და არა ჯიბრით და არა უნდობლობით და რაღაცნაირი ცუდი გაგებით კონკურენციით, ხო არის ასე. და ერთადერთი რაც თავში ახლა მომდის, ასეთი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ჩამოწერეთ 5 ან 10 ადამიანის სახელი, შინ თუ გარეთ, ვისთან ერთადაც უფრო ხშირად გიწევთ ურთიერთობა და ვისთან ერთადაც თქვენ გინდათ რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ და თითოეულ ადამიანთან მიმართებაში დასვით ესეთი კითხვა. ეს ადამიანი მე წინ მწევს თუ უკან მხევს? შეიძლება ვიღაცისგან რაღაცა ვისწავლოთ, ზოგმა უბრალოდ მოტივაცია მოგწეს, ზოგმა ისეთი ემპათია გვაჩვენოს, რომ ეს იყოს ჩვენი მამოძრავებელი ძალა. აი კარგად დაფიქრდით. ამ ადამიანებს საით მივყავარ მე? ზემოთ მივყავარ თუ ქვემოთ მივყავარ? მოკლედ ეს ჩვენი მეგამაინდები ასევე მნიშვნელოვანი არის გონებასა და ქვეცნობიერზე საუბრობს, ხო, ავტორი ეს ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ რა ენით ვასაუბრებით ჩვენ თავს, რითი ვკვებავთ ჩვენ გონებას, ეს გონებას, რომელსაც სიხშირეებით და ტალღებით ინფორმაცია გადააქვს ქვეცნობიერში და შემდეგ იქიდან განისაზღვრება უკვე ჩვენი ქცევები, ხო, რა კავშირია ეს როგორ ვაკეთებთ და საინტერესო არის კიდევ ენერგიების სუბლიმაცია. ამასაც არ ჩავუღრმავდოთ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ ავტორი ძალიან საინტერესოდ აღწერს, ძალიან ბევრი საინტერესო სასიყვარულო ისტორია აქვს მოყვანილი ამის დამადასტურებელ ფაქტად და გვეუბნება, რომ
სექსუალური ენერგია, ოღონდ მისი ფართო გაგებით და არა ვიწრო გაგებით. ეს არის ყველაზე დიდი ენერგია, რომელიც გვამოძრავებს ადამიანებს და ამ ენერგიას თუ ჩვენ სწორად ვიყენებთ და შეგვიძლია მისი სუბლიმაცია, ანუ გარდასახვა დავარქვათ, ხო? გარდასახვა სხვადასხვანაირად ჩვენს წარმატების მწვერვალზე ავდივართ და ერთი პატარა ფორმულა რო გამოვიყვანოთ აქედან, ავტორი ასეთ რამეს გვასწავლის, რომ სექსუალურ ენერგიას პლუს სიყვარული და პლუს რომანტიკა, ეს არის ის, სადაც გენიოსები იბადებიან და თუ თქვენ სამივეს ფლობთ, რაღა გიჭირს, თქვენი საქმე უკვე წარმატებული და გამდიდრებულია. სუბლიმაცია და ბოლო ნაბიჯს მივადექით თაკო და ეს არის ჩვენი მეექვსე გრძნობა, ანუ ინტუიცია. კი. ინტუიციაზე ავტორი გვეუბნება, რომ ეს არის სიბრძნის კარი, რომელიც მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც სხვა პრინციპები გაქვს უკვე კარგად გამჯდარი. თუმცა, ჩემი დაკვირვებით ზოგიერთ ადამიანს ეს თავიდანვე აქვს მეტნაკლებად კარგად განვითარებული და გვირჩევს, რომ ის გამოვიყენოთ. ახლა მე შემიმჩნევია შენთვის ბავშვობიდან, მსმენელებს ვეთქვით, რომ ბავშვობის მეგობრები ვართ, რომ შენი ინტუიცია ხშირად მართლდება, უпростоრად უმეტესწილად. თითქმის ყოველთვის. აი გულმა რეჩხინი ხო? გულმა რომ იგრძნო, ისე უნდა მოვიქცე. სიტუაციების ადამიანების შეფასებაში და მოსალოდნელ შედეგებში ხშირად აი ეს კარგად აფასებ, უცებ ინტუიცია კარნახობს რა ხდება და რატომ. რამდენად ენდობი, ან რას გრძნობ მაგ დროს და რამდენად ენდობი ხოლმე შენს ინტუიციას? იცი რა არის ვენდობი ხოლმე, თუმცა ხანდახან უფრო ეს ჩემი რაციონალური ტვინი გადაწონის ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა, ეს პრინციპები უფრო ჩამოყალიბებული რო გვაქვს ადამიანებს, აი მაშინ ჩვენს აი აქედან რომ მოდის რაღაცა gut feelings, რომ რასაც უწოდებენ, ხო? ეს რომ ირთვება ეს ინტუიცია, ავტორიც ამას გვეუბნება, რომ დაუგდეთ ყური. აი რამდენჯერ ყოფით მაგალითებში რო გადავიყვანოთ, ესეთი რაღაცა გვითქვამს ჩვენი თავისთვის, რომ აი რომ გავიფიქრე, ესე უნდა გამეკეთებინა. აი გულმა რომ მიგრძნო, აი ესე უნდა მოვქცეულიყავი. ეს არის ზუსტად ის ინტუიცია და ავტორიც გვეუბნება, რომ საჭირო მომენტში ეს ინტუიცია საჭირო რაღაცებს გვეუბნება და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მეექვსე გრძნობა, რომელსაც ჯერ ესეთი დიდი მეცნიერული ახსნა ალბათ არც აქვს. მოკლედ, ეს არის ის 13 საფეხური, რაც აუცილებლად უნდა გაგვიაროთ ადამიანებმა, თუ გვინდა რომ გამდიდრდეთ და ბევრი ფული ვიშოვოთ და მას ასე საით მივდივართ, რომ ეს სიმდიდრე მოდის საიდან? შიგნიდან გარეთ მოძრაობს. შიგნიდან, როდესაც ჩემი გონებაც ესე არის მოწყობილი, მერე უკვე მონეტარულ ფორმატში გადაიქცევა ეს ჩემი ფიქრებით და ჩემი ძალისხმევაც და ასე რომ გამდიდრებას ადვილად მივაღწევთ და აუცილებლად უნდა მოკლედ მიმოვიხილოთ ის 6 შიში, რომელსაც გვეუბნება ავტორი, რომ დაფიქრდით, რომელი შიში დგას თქვენს უკან, რომელი გაფერხებთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება და წინ წახვიდოთ, იმიტომ რომ ეს 6 შიშიც არის ის, რაც გვიშლის გამდიდრებაში ხელს. პირველი არის სიღარიბის შიში, მერე მოდის კრიტიკის შიში, ავადმყოფობის შიში, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, სიბერის შიში და სიკვდილის შიში. ნუ რა თქმა უნდა, ავადმყოფობის შიში, სიკვდილის შიში, სიბერის შიში, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან არის გადაჯაჭვული, თუმცა მოდი ერთი სიღარიბის შიშზე გავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, გავამახვილოთ ყურადღება, ახლა გაგაწყვეტინე, იმიტომ რომ შეიძლება ვერ ვაცნობიერებდეთ, რომ ამის შიში გვაქვს, მაგრამ აი სიმპტომებს რო ხო გვეტყვი რა სიმპტომები აქვს, მაგას რო გავიაზრებთ, შეიძლება მივხვდეთ, რომ თურმე გვაქვს, შეიძლება იყოს მაგის შიში და ის არის რაც გვაფერხებს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ წიგნის წაკითხვის მერე კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერე, როდის მქონია და შეიძლება მქონდეს სიღარიბის შიში, ხო? სიღარიბის შიში როგორ სიმპტომებში გამოისახება, რომ ადამიანები არიან მოტივაცია დაკარგულები, სხვებს აკრიტიკებენ, არ აქვთ
სითამამე არ ახასიათებთ, არ გამოდიან წინადადებებით და არ იღებენ პასუხისმგებლობას და ასეთი ადამიანები წარმატებას ვერც აღწევენ. და სიღარიბის შიშით მოდი ახლა რომ დავფიქრდეთ, ძალიან ბევრი ორგანიზაცია შეიძლება манипуლირებდეს, ხო? როდესაც ჩემი უფლებები ირღვევა, ან ჩემი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა და მე მეშინია რომ ამის გამო ხმარო ამოვიღო სამსახურიდან გამაგდებენ, ჩემთვის ეს სიღარიბის შიშთან ასოცირდება, იმიტომ რომ დავჩები უსამსახუროდ, დავჩები უხელფასოდ, უკმაპურ სახლში ვერ მივიტან და სიღარიბის შიში ძალიან ძლიერი შიშია. და ამიტომ დაფიქრება ღირს, რომ რას ვუყენებ საპირწონედ აი ამ შიშს? სად არის ალტერნატივა? რა შემიძლია გავაკეთო და რა გადაწყვეტილებას მივიღებ, რომ აი ეს შიში ჩავახშო და შესაბამისად ვიმოქმედო. და აქვე კრიტიკის შიში, რაზეც ჩვენ ეპიზოდებში გვისაუბრია და კიდევ ვისაუბრებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ორგანიზაციებშიც, რომ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო იყოს, სადაც ადამიანებს არ აკრიტიკებენ. პირიქით უსმენენ და აძლევენ კონსტრუქციულ უკავშირს და ჩვენ წინა ეპიზოდში, როდესაც flow-ზე ვსაუბრობდით, იქ უკავშირზე ვისაუბრეთ, ხო, რომ ადამიანს იმის შეგრძნება კი არ აქვს, რომ მე გამაკრიტიკებენ. პირიქით, თამამად შეუძლია, რომ გამოთქვა საკუთარი აზრი, უნდა ვიყოთ მიმღებლები და თუ კი საჭიროა, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული უკავშირი უნდა მივაწოდოთ. და ადამიანს, რომელსაც ეშინია კრიტიკის, ანალოგიურად იქცევა, დასცინის სხვას, აკრიტიკებს სხვას და თვითონ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ხო არის ასე? კი. ასე რომ მე მგონი ღირს ამ შიშებზე დაფიქრება, რომელი შიში მამოძრავებს, უფრო საინტერესოდ და ღრმად თვითონ წიგნი მოგიყვებათ და ავტორი მოგიყვებათ, როდის რა სიმპტომი ჩნდება და აქვე წამოგვივა ჩვენ ფიქრები, რომ რა დავაყენოთ ამის წინ, ანტიდოტი რა არის ამ თითოეული შიშის და როგორ ჩავხნათ ეს შიშები, რომ ჩვენი იდეები განვახორციელოთ, გამდიდრდეთ და ძალიან ბევრი ფულიც ვიშოვოთ. კარგი ნინო, მოდი ახლა შევაჯამოთ და მარტივად დაგისმავ რამდენიმე კითხვას, იმისათვის რომ კარგად გავიაზრო, რა უნდა გავაკეთო მე სამომავლოდ. კარგი. რა გავაკეთო, ვთქვათ იმ შემთხვევაში თუ მინდა ვიყო მდიდარი. თაკო, გახდი ისეთი ადამიანი, რომელიც ქმნის ღირებულებებს. მინდა მქონდეს ბევრი ფული. იცოდე რა არის შენი მწველი სურვილი, რომლისაც ძალიან გწამს და გჯერა. როგორ შევიმუშავო გეგმა? გადახედე შენს ფიქრებს, რა ფიქრებით კვებავ შენს გონებას, გაიაზრე შენი რწმენები, შემზღუდავი რწმენები განსაკუთრებით და დააკვირდე შენს ქცევებს. რა ჩვევები გაქვს? და მერე ბევრი უნდა ვიმუშავო? არ მგონია. უფრო უნდა ვიმუშაოთ ალბათ ჭკვიანურად და სხარტად, ჩვენი ენერგიის, ხედვების და ღირებულებების შესაბამისად. მაშასა სამყაროს წარმატებული ადამიანები სჭირდება და ისევ რომ გავიმეოროთ. რამდენ ცენტზეც ვევაჭრებით, იმდენ ცენტს მოგცემს, იმიტომ რომ ცხოვრება სამართლიანია. მადლობა თაკო. მადლობა ნინო.